Salam, əziz Kvemo Kartli əhalisi, əziz Marneolilər, əziz Azərbaycanlarımız, həmvətənlərimiz. Bugün Kvemo Kartlinin mərkəzi olan Marneolimizdən bütün bölgəmizə və bütün Gürcüstanımıza səslənirik. Səslənirik və deyirik ki, artıq dəyişikliklərin vaxtı gəlib çatmışdır və artıq dəyişikliklər və dəyişiklik zamanıdır. Bugün biz elə bir bölgədəyik ki, tarix boyu həmişə Gürcüstanın tarixində, keşməkeşli dövrlərində dayaq olmuşdur bizim ölkəmizə. Buradan adlı sanlı oğullarımız, bəylərimiz, xanımlarımız çıxıb və bizim ölkəmizin iqtisadiyyatına, mədəniyyətinə, ümumiyyətlə ağır anlarında böyük töhfə vermişdir və töhfələr vermişdir və bu töhfələri davam etdirməyə və verməyə davam etdirir də. Verməyi davam edir. Onun üçün də artıq vaxt gəlib çatıb ki, bu icmanın problemlərinə də parlament kimi yüksək bir kürsüdən diqqət yetirilsin və ümumiyyətlə hökumətimizin və dövlətimizin hər strukturunda, hər səviyyəsində lazımınca həmin bu problemlər öz həllini tapsın. Bunlardan biri əlbəttə ki, təhsil problemləri ilə bağlıdır. Bizim bölgədə, Kvemo Kartli bölgəsində ümumiyyətlə uşaq bağçaların sayı ümum Gürcüstanı ələ alsaq 2,7% azdır. Bu isə təbii ki, bizdə təhsil sahəsini, belə demək olar və onun səviyyəsini çox aşağı gətirib salır. Bundan əlavə məktəblərdəki infrastruktur problemləri var. Mən indi icazənizlə artıq Gürcücə müraciət etməyə keçim. Mivəsalmebi Kvemo Kartlidən Tlianad Sakartvelos მოსახლეობას, მივესალმები მთლიანად საქართველოს და ვამბობ, რომ ცვლილებები უკვე დაწყებულია და დროა ცვლილებისა. ჩვენ ვართ ახლა ისე იმ კუთხეში, რომელიც ისტორიულად იყო ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და მთავარი ძალა ძლიერი საქართველოსი. აქედან საქართველოსთვის ძალიან ისტორიულ მომენტებში გამოსულან ისეთი პიროვნებები, რომელთაც გარდამტეხი წვლილი მიუძღვით და შეუტანიათ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. Როგორც არის თუნდაც მაგალითად ხუდია ბორჩალოელი, როგორც არის მაგალითად სხვა ისეთი მოამაგენი, მაგალითად ძმები ედგაროვები, რომლებიც 1918 წელს, უпростоრად 21 წელს, როდესაც საქართველოს ედგა ბოლშევიკური ანექსიის საფრთხე, ჩავიდნენ და თავიანთი მზადყოფნა გამოთქვეს სამშობლოს დაცვის საქმეში და საერთოდ ბორჩალოურმა მაშინ ასე იწოდებოდა კავალერიამ დიდი მონაწილეობა მიიღო თუნდაც კოჯორთან ომში. Kvemo Kartli არის საქართველოს სოფლის მეურნეობის, საქართველოს ეკონომიკის აგრეთვე ერთ-ერთი საყრდენი. აქ წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენენ მთლიანად ქვეყნის მასშტაბით. თუმცა სოფლის მეურნეობაში არსებული სარწყავი სისტემების საკითხი და მოუგვარებლობა და მოუწესრიგებლობა წარმოებული პროდუქტების გასაღების თვალსაზრისით ამ სიკეთით აღსავსე კუთხეს ძალიან აჩანაგებს. გარდა იმისა, რომ განათლების მიმართულებით საბავშვო ბაღების პრობლემა უდგათ. სკოლების ინფრასტრუქტურა არის ძალიან მოშლილი. თვითონ ესე იგი სოფლის გზები და შიდა გზები არის მოუგვარებელი და მოუწესრიგებელი, ყოველივე ეს აჩენს მიტოვებულობის განცდას. და ჩვენ კოალიცია ცვლილებისთვის სწორედ მოვდივართ იმისთვის, რომ კი არ ჩავანაცვლოთ, არამედ შევცვალოთ და შემოვიტანოთ ცვლილება და სისტემური ცვლილება ამ კუთხითაც. ასე რომ კიდევ ერთხელ მივესალმები მთლიანად საქართველოს მოსახლეობას Kvemo Kartlis რეგიონიდან და დაგვიჭირეთ მხარი, რამე თუ მომავალი არის თქვენი, მომავალი არის ჩვენი და დროა უკვე ცვლილებისა. ახლა სიტყვას დავუთმობ ბატონ ნიკა გვარამიას. მადლობა.
დიდი მადლობა ოქტაი, მოგესალმებით. მიხარია რომ ფაქტიურად ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი თემის, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს ხვდები. მე გულსმელი ვიქნები ძალიან მშურს იმისი რომ ოქტაი შეუძლია ორივე ენაზე მომართვა თანაბრად კარგად. სამწუხაროდ მე ამ შესაძლებლობას მოკლებული ვარ, მაგრამ მოვა დრო, როდესაც ამას შევძლებთ ყველანი. გულსმელი ვიქნები ასევე თუ ვიტყვი რომ ოქტაის ყოფნა ჩვენთან ერთად გარდა იმისა რომ ეს არის პატივისცემა აზერბაიჯანული თემის, ქართული აზერბაიჯანული თემისა, ამასთანავე არის იმის აღიარება რომ ჩვენ ყველანი ერთიანად ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენ სამშობლოზე და ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, ამ სამშობლოს ქვია საქართველო. ოქტაის ადგილი ჩვენთან ერთად არის არა მხოლოდ იმიტომ და არა იმდენად იმიტომ რომ მან წარმოადგინოს საკუთარი თემის ინტერესები, არამედ იმიტომ რომ ყველა ჩვენთაგანის საკუთარი თემი იქნება ეს თუ ყველა დანარჩენი საქართველოს სახელით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება, რომელიც გვიკავშირდება თანაბრად ჩვენ ყველას მიუხედავად ჩვენი ეთნიკური წარმომავლობისა, საცხოვრებელი ადგილისა თუ სხვა. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმას, რომ ეს ქვეყანა არის თანაბრად ჩვენი და არ ვილაპარაკოთ ეთნიკურ უმცირესობებზე. ეს არ არის სწორი. ეს არის ჩვენი სამშობლო, ჩემი, ოქტაისი, ჩემი ოჯახის, თქვენი და თქვენი ოჯახების თანაბრად. საქართველო არის ჩვენი და ჩვენ ყველამ ის უნდა გადავარჩინოთ. გადავარჩინოთ იმიტომ, რომ ჩემი და თქვენი, ჩემი შვილების და თქვენი შვილების ბედი ახლა არის სასწორზე. ისევე როგორც ჩვენი სამშობლოს ბედი არის შეგდებული სასწორზე. ან ჩვენი ქვეყანა მიდის ევროპისკენ და ჩვენ ვართ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, ან ჩვენ რჩებით ცივილიზაციის მიღმა, რაც ჩვენს არჩევანს ეწინააღმდეგება. საქართველო არის ქვეყანა, სადაც თუ არ ვცდები სოფლიოში მეორე ქვეყანაა, სადაც პირველ დამფუძნებელ კრებაზე, პირველ პარლამენტში და 18-21 წლებში იყო მუსლიმი ქალი პარლამენტის წევრი. ჩემთვის ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია. თან ქალი, თან მუსლიმი 1918-21 წლებში ეს გვაჩვენებს ყველას, რომ ეს ქვეყანა იმსახურებს იყოს წინ, ბევრად უფრო წინ, ვიდრე ის არის ახლა. ჩვენს აზერბაიჯანელ მუსლიმ, ყველა მუსლიმს, არა მხოლოდ აზერბაიჯანული თემის მუსლიმებს გულისხმობ, წარმომადგენლებს აქვთ ეს განცდა, რომ ისინი ამ ქვეყანაში იბრძვიან არა მხოლოდ საკუთარი უფლებებისთვის, არამედ ამ ქვეყნის უფლებისთვის იყოს ევროკავშირის წევრი, იყოს იქ, სადაც ის იმსახურებს და ჩვენ ყველანი ცხოვრობდეთ უკეთეს, უფრო უსაფრთხო, წარმატებულ ქვეყანაში და ვიყოთ ამ ქვეყანაში ბედნიერები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ჩვენი სამშობლოც და ჩვენც ამას ვიმსახურებთ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია ეგრეთ წოდებული 4+1 პროგრამა, რომელიც ჩემი განათლების მინისტრობის დროს იქნა შემუშავებული და განხორციელებული. მინდა დანამდვილებით გითხრათ, ჩემთვის ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ, ჩემს ცხოვრებაში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი რამ არ მომხდარა და მე არ გამიკეთებია. მე მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყნისთვის უფრო დიდი რამ საჯარო მოხელეს განათლების სამინისტროდან შეუძლებელია რომ გაეკეთებია. ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც ვერ ფლობენ ქართულ ენას და ვერ ფლობენ იმიტომ არა რომ მათ არ უნდათ, იმიტომ რომ ჩვენ ვერ უზრუნველყოფთ ამ საკითხს, გაცილებით უფრო ფართოდ გახდნენ წარმოდგენილები ჩვენს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, შეიქმნა მთელი თაობები
ვინც შესანიშნავად საუბრობს ქართულად, ოქტაი მანამდე საუბრობდა და პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემზე უკეთესი ქართულით საუბრობს, წარმოუდგენლად კარგი თავანკარა ქართულით, მაგრამ უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, რომ შეიქმნა თაობები, მთელი თაობები, რომლებიც შესანიშნავად საუბრობენ ქართულად და არიან სრულფასოვანი წევრები ჩვენი საზოგადოების და მათ უნდა ჩაიბარონ ეს ქვეყანა და წაიყვანონ წინ. აგერ ხედავთ თქვენ, პირდაპირ უნდა გითხრათ, მომავალი თქვენია, აქტივისტები მომავლისთვის. მომავალი თქვენია. ჩვენი სამშობლო თქვენ მხრებზე უნდა ატაროთ ბოლომდე, ვიდრე ევროპამდე და კიდევ უფრო წინ ბედნიერ მომავლამდე. წარმატებას გისურვებთ, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ. დიდი სიყვარულით კოალიცია ცვლილებისთვის ნომერი 4. Bəli, mənim əzizlərim, bugün ეს იყო პირდაპირი ჩართვა მარნეულიდან, სადაც კოალიცია ცვლილებისთვის მოქალაქეებთან შეხვედრას მართავს. ასეთი იყო ახალი ამბები ამ დროისთვის, საღამოს 9 საათზე თქვენ წინ გელით უკვე მთავარი